აჭარის დასაქმების სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირების პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებას იწყებს. აჭარის მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მიხედვით აჭარაში მცხოვრების ზომიერი შესაძლებლობების მქონე 30-დან 0-დან 100,000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 200 ბენეფიციერს სააგენტო ავტომობილის, ზეინკლის, მზარეულის, ელექტრიკოსის, სტილისტის და ფილების მოპირკეთებლის სპეციალობაში 3 თვის განმავლობაში გადაამზადებს. 200 კაციანი ჯგუფი თებერვლის 20 რიცხვამდე უნდა შეიკრიბოს მსურველება განცხადებისთვის აჭარის დასაქმების სააგენტოს უნდა მიმართონ. უპირატესობას სიღარიბის ზღვას ქვემოთ მყოფ პირებს, მარჩენელ დაკარგულებს, უდედმა მომრავალშვილიანი და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახის წევრებს მიენიჭებათ. სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად პროგრამა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც უკვე ისარგებლა პროფესიული გადამზადების 100-ლიანი ვაუჩერით. აჭარის მთავრობამ პროგრამის განხორციელებისათვის აჭარის დასაქმების სააგენტოს 69,000 ლარი გამოუყო. ასეთი კატეგორიის ხალხი მოგეხსენებათ ბევრია და რაც შეიძლება დროზე მოაკითხონ აჭარის დასაქმების სააგენტოს გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატები აღნიშნულ პროფესიებში. ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იჩქარონ, მერე არ გამოჩნდეს მოქალაქეთა შორის პრეტენზია, რატო მე და რატო სხვა არა. ჩვენ რიგითობის პრინციპის დაცვით ვინც პირველი 200 მოგვაკითხავს და შესაბამისად უნარ შეზღუდული 30 მოქალაქე პირველ რიგში დავეხმარებით იმათ